ქართული უსაფრთხოება დღეს სწორედ რო გადის მის საგარეო პერიმეტრზე და საშინაოზე. საგარეოსთან დაკავშირებით ალბათ აღმოჩენას არ გავაკეთებ, რომ იმ ხელწერის ფონზე, რასაც ჩვენ დღეს ტრამპი გვთავაზობს და როგორი ვითარებაც სამყაროში შეიქმნა, ქართული თემატიკის განცალკევებულად მიიტანა და არტიკულირება ალბათ იქნება უპერსპექტივო საქმე, ამიტომ ჩვენ უნდა ვეძებოთ მაქსიმალურად ის შრეები, სადაც ქართული ინტერესის ჩაშენება შეგვეძლება რეგიონალურ ან უფრო დიდ სურათში. ალბათ ეს უფრო ასე ვთქვათ, ბითუმად შეკვრა ჩვენი ინტერესისა სხვა გეოპოლიტიკური ინტერესებთან უფრო მეტი შანსისა და ალბათობის მატარებელი იქნება, რომ ჩვენ საჭირო ყურადღება ესეთი ინტერესები ჩვენ ვთვლით, რომ არის საერთო ინტერესები, გვისაუბრია, გვიმჟელია და ეს ინტერესები გამოკვეთადი არის. სხვა საკითხი არის, თქვენ რასაც ამბობთ, ვინ არის დაკავებული ამ ხრივ იმ შრეში, რომელსაც ევალება ამის კეთება და ვინ ისაუბრებს ამ თემაზე. ეს რა თქმა უნდა რიტორიკული კითხვა არის, რაზეც პასუხი არსებობს. და მეორე საშინაობელი. ყოველთვის ვეჭიდები ამ დასეცნებას ინტეგრალური ერთიანი უსაფრთხოება. ვინაიდან უსაფრთხოება არ არის მხოლოდ სამხედრო ან პოლიტიკურ ბლოკში ან ალიანსში გაწევრიანება. ეს პირველ რიგში არის საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოების ფართო კონსენსუსით თანხმობა. რა არის სწორი და რა არის უსწორო. თავი დავანებოთ მაღალფარდობან სიტყვებს. სწორი არის, როდესაც შენ გწამ შენი ქვეყნის, სწორი არის, როდესაც შენ ემოციური ბმა გაქვს, სწორი არის, როდესაც შენ გჯერა, რომ შენი ხელისუფლება აკეთებს მართალ და სამართლიან საქმეს და ეს არის სწორედ ის რწმენა, რომელიც განაპირობებს ამ შიდა სოლიდარობას. ასეთი შიდა სოლიდარობის გარეშე უსაფრთხოებაზე საუბარი, მით უმეტეს მის გარე პერიმეტრზე არის უპერსპექტივო საქმე, იმიტომ რომ მისი გენეზისი, მისი ფესვები სწორედ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში არის და ამ ხრივის ვითარება, რომელიც თქვენ აღწერეთ, ამას არ ვიცი ახლა ლიტერატურულად შეიძლება უწოდოთ სავალალო, უწოდოთ საბედისწერო, მაგრამ მე ასე გეტყოდით რა რომ იცით შეიძლება ჩვენ ისეთი ვითარებისგან მივექანებით, რომ შეიძლება დაიწუნოს სახელმწიფო სხვადასხვა ნიშნით, რომ ის არის უსამართლო, ის არის ველური, ის არის პლაცებლური, მაგრამ ჩვენ მივდივართ ისეთი ვითარებისკენ და ბევრი არ დაგვრჩენია, როდესაც ჩვენ შეიძლება სახელმწიფოც კი არ დაგვრჩეს. ამ ვითარებაში უსაფრთხოებაზე საუბარი მეტადრე დროის ფუჭი ხარჯვა იქნება ალბათ ისეთ ეთერებში, რომლებიც ესე ვთქვათ გავლენას ვერ ახდენენ გადაწყვეტილებების მიღებათა მიღებებზე.